უსაინტერესოესი პროცესები მიმდინარეობს რეგიონში, ასე უნდა გითხრათ, ფართო გაგებით რეგიონში არ გულისხმობ მაინც და მაინც კავკასიის რეგიონს, უფრო ფართოდ ვიმსჯელოთ და კერძოდ უსაინტერესოესი პროცესები მიმდინარეობს ირანში, ირანის გათამამებული, გადარჩენილი, მოდი ასე ვიტყვი, და შესაბამისად გათამამებული ხელისუფლება აიათოლების რეჟიმი სასტიკად უსწორდება მშვიდობიან დემონსტრანტებს, მშვიდობიანებს მეთქი, ასე ვიტყვი, მაინც მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა თქვენგანმა შეიძლება ნახა კადრები, როგორ ბოლომდე პირველ ყოვლისა და როგორ არც თუ ბოლომდე მშვიდობიანად იბრძვიან მოქალაქეები ირანის რეჟიმის წინააღმდეგ, იმიტომ იბრძვიან ამ ფორმებით და ამ მეთოდებით, რომ თავად ირანის ხელისუფლება მათ სასტიკად უსწორდება, რას ნიშნავს? აი, ბევრგან ხდება ხო დემონსტრაციები, ბევრგან მიმდინარეობს ეს დემონსტრაცია, ჩვენთანაც მიმდინარეობს დემონსტრაციები და ცხადი არც ერთი წამითაც არ დავიცავ ხელისუფლება წოდებულ ბანდას, რომელმაც გარკვეულზე მაღალი ალბათობით გამოიყენა ქიმიური იარაღი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მაგრამ ასე ღიად ცეცხლი არ გაუხსნია მეთქი, ვიტყვი, ასე ქართულ ოცნებას ცეცხლი პირდაპირ მნიშვნელობით, რაც მადასტურებელი იქნებოდა, რომ ის სასტიკი არის, მაგრამ უსასტიკესია, არ დაუხურიტავს ქუჩაში მოქალაქეები, ვიზიდა ივანიშვილს, მე ცხადი ამას არ ვიცავ, არ ვაქებ მით უფრო და ასე ვიტყვი, რომ მასთან შეგუება, რასაკვირველია არ შეიძლება, მაგრამ ირანის ძალიან და უკიდურესად და ყველაზე და მეტად არადემოკრატიულმა რეჟიმმა ცეცხლის კი გახსნა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რამაც განაპირობა ის, რაც განაპირობა, რამდენიმე ათეული მოქალაქეა დაღუპული ირანში, რაც საფუძველი გახდა პრეზიდენტ ტრამპის იმ ცნობილი განცხადებისა, რომლის თანახმადაც ისიც თქვენ და გუშინაც თუ არ ვწდები ვისაუბრე მე ამ თემაზე, რომ თუ ირანის ხელისუფლება ან თუ ირანის ხელისუფლება არ შეწყვეტს სასტიკად მოპყრობას და დახვრეტას მოქალაქეებისა ირანის ქალაქების ქუჩებში, ამის შედეგად შეერთებული შტატები იქნება იძულებული რომ ჩაერიოს ამ კონფლიქტში და დაიცვას ეს მშვიდობიანი მოქალაქეები, ჩვეულად ცუდად იქცევაო, ჩვეულად როგორც ახასიათებდა, ისე ქმედებსო ირანის ხელისუფლებაო, ვინც ის პრეზიდენტი ტრამპი იქნება ნანობს კიდეც იმას, რომ რამდენიმე თვის წინ ისრაელ-ირანის კონფლიქტის დროს, ასე ვიტყვით თქვენის ნებართვით, როდესაც შეერთებული შტატების ავიაგამანადგურებლებმა ბიორის სპირიტმა დაბომბა ირანის ბირთვული პროგრამის ობიექტი, მათ შორის ფორდოს ობიექტი, იქნება ნანობს კიდეც, რომ სწორედ მაშინ არ მიიყვანა ბოლომდე საქმე, არ ჩამოაგდო, პირდაპირ ვილაპარაკობ, არ ჩამოაგდო აიათოლების რეჟიმი და არ დააბრუნა პრინცი ირანში ხელისუფლებაში. ეს სწორე იყო თუ არ იყო სწორე, იმ ხანაც სწორე ჩანდა, რასაკვირველია, იმიტომ რომ მეტ და მეტ სისხლის ზღვას, მეტ და მეტ არეულობას და მოიწოდა ეს ირანში და მე დალაგება ირანში ვითარების დამშვიდება ირანში იქნებოდა ძალიან რთული და ამიტომაც არ დაიწყო სახმელეთო ოპერაცია და არც უნდა დაეწყო სახმელეთო ოპერაცია და არ მიიყვანა საქმე ბოლომდე, თუმცა არსებობს მეორე მოსაზრებაც იმის თაობაზე, რომ იქნება და სჯობდა და აი დასტური, რომ ირანის ხელისუფლება ყოველ გააფართხალებაზე საზოგადოების ერთი და შესაძლოა იმ ხანად პირველ საათებში მცირე ნაწილისა ირანის ხელისუფლება ესეთი სასტიკია საკუთარივე მოქალაქეების წინააღმდეგ, აღარ ვლაპარაკობ რამდენად არადემოკრატიულია ის, აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რამდენად არასწორია ის საკუთარი მოქალაქეების წინაშე თუ საკუთარ მოქალაქეებთან და რამდენად არასწორი პოლიტიკური ან გეოპოლიტიკური ან რეგიონალური მოთამაშეა. ირანის მეტი დასუსტება რასაკვირველია ამ რეგიონის ბევრი მოთამაშისათვის ძალიან კარგი იქნება, მათ შორის იმ სახელმწიფოებისათვისაც, რომლებიც თითქოს არ ყოველში მოცემულ ეტაპზე ასე ღია ანტიირანულ პოზიციას არ აფიქსირებენ, ასეთი ღია ანტიირანული პოზიცია რასაკვირველი რეგიონის მასშტაბით აქვს მხოლოდ და მხოლოდ მეთქი თქვენის ნებართვით ასე ვიტყვი, ასე არ არის ბოლომდე, მაგრამ მაინც ღია ანტიირანული პოზიცია აქვს ისრაელს, იცით თქვენ, რომელსაც მიაჩნია და სამართლიანად მიაჩნია, რომ ირანი ბოროტების ღერძია. რა მნიშვნელობა აქვს ასეა თუ არა, ტრამპი იმუქრება და თეირანში აიათოლების რეჟიმი უთუოდ ფიქრობს და ნაღლობს ამის თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ
ბაქი ბუქობა ასეთ რეჟიმებს არ აკლიათ ხოლმე ის მისმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და სხვა თანამდებობის პირებმაც გააკეთეს განცხადება და ახლობით ამ შინაარსისა რომ ირანი რასაკვირველია არაფერს დაუთმობს გლობალისტებს კი არა გლობალურ ძალას შეერთებულ შტატებს და არ შეეპუება რამდენად ძლიერია ირანი ეს შეერთებულ შტატებთან ეს გამოჩნდა ის ძლიერია საკუთარ მოქალაქეებთან რასაკვირველია ეს რეჟიმი აიათოლებისა მაგრამ რამდენად ძლიერია გლობალურ კონტექსტში ეს პრინციპში გამოჩნდა რამდენიმე თვის წინ როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა პრინციპში მიწასთან გაასწორეს ირანის ბირთვული პროგრამა მეთქი ერთის მხრივ ასე ამბობთ მაგრამ თუნდაც ცოტა სხვაგვარად თქვათ ესე რომ 20-25 წლით შეაჩერეს ირანის ბირთვული პროგრამა ხსმენიათ რომელიმე თქვენგანს ბოლო პერიოდია, ბოლო რამდენიმე თვეა, რომ ირანი იარაღის ბირთვული ბომბის შექმნასთან 5 ნაბიჯში თუ ნაბიჯ ნახევარშია, რასაკვირველია ვერც გაიგებთ უახლოესი 20-25 წლის განმავლობაში, იმიტომ რომ ყველამ შესანიშნავად იცის, რომ მინიმუმ შეაჩერა შეერთებულმა შტატებმა საკუთარი ავიაგამანადგურებლების თმიტანილი იერიშებით ირანის ხსენებული ბირთვული პროგრამა არ სჭირდება მსოფლიოს შეერთებულმა შტატებმა ბრწყინვალედ იცის ეს არ სჭირდება კიდევ ერთი ბირთვული სახელმწიფო ისედაც ბევრია მეთქი ასე ვიტყვი ჩვენს ქვეყანა ჩვენს პლანეტაზე და სახელმწიფოები რომლებმაც იმთავითვე შექმნეს ბირთვული იარაღი ისინი რომ დარჩენილი იყვნენ ბირთვული იარაღის მფლობელებად და სხვა არც არავინ ყოფილიყო მით უფრო არადემოკრატიული რეჟიმები რომლებმაც შეიძლება უცებ ერთ არამშვენიერ დღეს მართლაც ისროლონ ეს ბირთვული იარაღი ხო არა ეს რომ ამგვარი სახელმწიფოების არსებობა ვინც შექმნა პაკისტანმა შექმნა და ვეღარაფერს ვეღარ უზამ მაგრამ ვინც აპირებს რომ შექმნას ის მაქსიმალურად უნდა გააჩეროს კავშირშია ამ ყველაფერთან საქართველო და უცნაურეს კავშირშია მე ესე გეტყვით ტრამპმა გააკეთა განცხადება აი ეს ღიად თქვათ თეირანში ამასთან დაკავშირებით კი ბაქი ბუქობენ მაგრამ ცხადია ნერვიულობენ იმიტომ რომ იციან რომ ტრამპი პრინციპში ესე სიტყვებს ქარს არ ატანს და თარგმნეს იმართლე გითხრათ რუსულიდან და თუ გნებავთ ქართულადაც მოვიფიქროთ შესატყვისია გამოთქმა თუ ანდაზა რომ ტრამპი არ ბაქი ბუქობს ეს არ არის ფლად ანდაზა მაგრამ მაინც ტყუილ უბრალოდ ტრამპი როდესაც ამბობს ყველაფერს ასრულებს მარტივად რო ვილაპარაკოთ ტრამპი ახლა მომაფიქრდა სიტყვის კაცია ასე ფიქრობენ და დასტური რამდენიმე თვის წინ მომხდარი ამბავია და ამის გამო თეირანში უთუოდ ნერვიულობენ მაგრამ ნერვიულობენ გაგიკვირდებათ და მოსკოვშიც მოსკოვს სურს აი ამ ვერტიკალის მოსკოვი ერევანი უნდა ჩამესვა ახლა მაგრამ თუ გნებავთ ამოვაგდოთ იმიტომ რომ სომხეთის ხელისუფლება ფრიად ადეკვატურია ამ პროცესებში მოსკოვი თეირანის ვერტიკალური ხაზის შენარჩუნება მოსკოვს არ ეთმობა ახლო აღმოსავლეთი რაც დათმო ამაზეც კი ფრიად ღელავს ხადია პირველ ყოვლისა გულისხმობ სირიას და არა მხოლოდ სირიას არამედ დასუსტდა რასაკვირველია ბოლო მოვლენების გათვალისწინებით ბოლო წელიწად ნახევარში 2 წელიწადში მოსკოვი ახლო აღმოსავლეთში და აქედან გამომდინარე მოსკოვმა მიიღო გადაწყვეტილება მორიგ ჯერზე რომ ირანს დაეხმაროს ვიტყვი ასე და აი ღია სადაზრო წყაროების პლატფორმები ავრცელებენ ინფორმაციას რომ რუსული საჰაერო ტრანსპორტი ირანისაკენ ინტენსიურად მიეშურება ხოლმე და ასაკვირველია გადააქვს იარაღი რომელიც ესოდენ სჭირდება თეირანს საქართველოს ახლა ჩავსვავ ამერიკული და ისრაელის ღია წყაროები შეერთებული შტატების თავრობასაც კი მიმართავენ ამის თაობაზე რომ მოსკოვი ძალიან ხშირად ეხმარება თეირანს და საჰაერო ტრანსპორტის საშუალებით ამარაგებს პრეზიდენტ ტრამპის ბოლო განცხადების ფონზე რომელიც ირანელი ხალხის წინააღმდეგ იარაღის გამოყენებაზე რეჟიმს აფრთხილებს და ამერიკის ჩარევაზე მიუთითებს ახლა ისმის კითხვა ვის საჰაერო სივრცეს იყენებს გაგიკვირდებათ და რუსეთი, ანუ როგორ ჩადის რუსეთის შესაბამისი თვითმფრინავები და კონკრეტულად Il-76 ამ შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში, როგორ ჩააღწევს ის ამოფრენილი რუსეთიდან, როგორ ჩადის ის ირანამდე, როგორ ჩააღწევს ხოლმე ირანამდე და ვრცელდება ფოტოც თუ კარგად დაგანახებთ, არ ვიცი.
ეს არის ხაზი ვერტიკალური, რამდენადაც ვხედავთ, აი დიაგონალური, მოდი უფრო ასე ვიტყვი, რომელზეც დადასტურებულია ღია წყაროების ინფორმაციებია, ეს კვლავ ვიმეორებ, რომელზეც ჩანს ამ რუკაზე, რომ რუსეთმა გამოიყენა საქართველოს საჰაერო სივრცე, საქართველოს საჰაერო ნებისმიერი ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენება შესაბამისი იმ ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურების ნებართვის გარეშე ბუნებრივია წარმოუდგენელია და ამ შემთხვევაში მე არ გულისხმობ რაღაც საჰაერო ნავიგაციას თუ რომელიმე სხვა სტრუქტურას რომელმაც უნდა მისცეს ფორმალისტური თვალსაზრისით საჰაერო სივრცე რომელიმე სამოქალაქო ან სამხედრო დანიშნულების თვითმფრინავს, რასაკვირველია გულისხმობ საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებას ვერავინ ირაკლი კობახიძის და პაპუაშვილის და მდინარაძის კი არა ვერავინ ბიძი და ივანიშვილის გარეშე ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას საჰაერო სივრცის რუსეთის სამხედრო დანიშნულების თვითმფრინავებისათვის გახსნის თაობაზე. ახლა მე დავსვამ ბუნებრივ კითხვას, რომ იქადნება და რომ გვაბოლებს საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება ჩვენ ომში არ ვერთვებით, ჩვენ გლობალური ომის პარტიის რეკომენდაციებს თუ რა ქვია კარდახებს არ ყვებით, მოთხოვნებს არ ყვებით და მას როგორღაც Deep State-ს თუ გლობალურ ომის პარტიას მაქსიმალურად ვეწინააღმდეგებით, თუ რა გამოდის თუ ეს ესეა, ეს და ეს ყველაფერი ცხადია მიაღწევს შეერთებული შტატების ხელმძღვანელების პრეზიდენტ ტრამპის ყურამდე, რა გამოდის, რომ ისინი ეხმარებიან რუსეთს და ირანს და არ ეხმარებიან არავის სხვას, ანუ ორი გლობალური ომის პარტიის, მართლა ომის პარტიის გლობალური ღერძებს ბოროტებისა ისინი ეხმარებიან და მოსკოვიც უკრაინის კონტექსტში და არა მხოლოდ და ირანიც ახლო აღმოსავლეთის კონტექსტში რასაკვირველია არის ბოროტების ორი ღერძი, სხვა ღერძებიც არის მსოფლიოში ბოროტებისა ჩრდილოეთ კორეა, მაგრამ ყველა ის სახელმწიფო, რომელიც მიტმასნილია ბოროტების ღერძებთან, ისიც არანაკლები პასუხისმგებელია, თუ ის სუვერენული სახელმწიფოა, ბევრი თქვენგანი მეტყვის, რომ საქართველოს სუვერენული სახელმწიფო არ არისო და მართალი იქნება, დიახ, საქართველოს დაკარგა სუვერენიტეტის სუვერენული გადაწყვეტილებების უნარი არ შესწევს საქართველოს ხელისუფლებას იმ შემთხვევაში, ხელისუფლება წოდებულ ბანდას იმ შემთხვევაშიც კი თუ ბიძინა ივანიშვილი იტყოდა, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს ილ-76-ს, რომელმაც 48 საათში გადაკვეთა 48 საათის განმავლობაში რამდენიმეჯერაც შესაძლოა გადაკვეთა საქართველოს საჰაერო სივრცე, ვინ ეკითხება ბიძინა ივანიშვილს, მან ისე მოაშიშლა საქართველოს უსაფრთხოება, მან ისე მოარღვია საქართველოს უსაფრთხოების სისტემები, მან ისე დაასუსტა ქვეყანა, რომ ბიძინა ივანიშვილს რომს მიიღო ესეთი გადაწყვეტილება და წინააღმდეგობა გაეწია რუსეთისათვის და წარმოუდგენელია და ეთქვა, რომ არავითარ შემთხვევაში რა გზაც გინდათ ის მონახეთ, ოღონდ საქართველოს თავზე ნუ გადაიფრენთ, იმიტომ რომ ეს პრინციპი საქართველოს ირიბ მონაწილეობას გულისხმობს თუ ირიბ მონაწილეობას ნიშნავს ამ გლობალურ დაპირისპირებაში თუ რეგიონულ დაპირისპირებაშიო, ვინ ჰკითხავდა ბიძინა ივანიშვილს და ცხადია ის ინფილტრირებული რუსები, რომლებიც არიან ჩვენს ქვეყანაში და პრაქტიკულად ყველა სტრუქტურაში, მაინც გახსნიდნენ საჰაერო სასმელს კი ასე ვიტყვი, ან ბიძინა ივანიშვილს იქამდე მიიყვანდნენ, რომ ბიძი უფრო ზუსტი რომ იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი უარს ვერც იტყოდა, მიუხედავად იმისა, გაიაზრებდა თუ არა რა საფრთხის წინაშე აყენებს მის სამშობლოს, მე კი ასე ვიტყვი, თუმცა მისი სამშობლო რასაკვირველია არის, მისი ქვეყანა რასაკვირველია არის რუსეთი და ანუ ვის სამსახურშიც ხარ, შენ ვისაც ემსახურები, სწორედ იმ ქვეყნის წარმომადგენელი ხარ. ეხლა მე ვინდა დავსვა კითხვა, კიდევ ერთხელ დავსვა კითხვა, ეგრე მაგის პასუხია, ვინ არის გლობალური ომის პარტია და ვინ აწარმოებს იმგვარ პოლიტიკას, რაც გარდაულად ან მაღალი ალბათობით ჩართავს საქართველოს ამ რეგიონულ დაპირისპირებაში და არის თუ არა საქართველოს უსაფრთხოება მორღვეული და არის თუ არა ეს იქნება თუ არა ეს მაღალი ალბათობით საფუძველთა საფუძველი იმისა, რომ შეერთებული შტატები გააკეთებს ირანისა და რუსეთის პარტნიორის საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლების და არა ქვეყნის მაინც და მაინც მათულებად ესე ვთქვათ ქვეყნის წინააღმდეგ განცხადებას არა მაინც და მაინც პრეზიდენტ ტრამპის დონეზე, მაგრამ შესაძლოა ცალკეულმა საჯარო პირებმა კონგრესმენებს და სენატორებს არ გულისხმობ, ანუ ქვედა და ზედა პალატის
წარმომადგენლებს არ გულისხმობ, არამედ უფრო აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს გულისხმობ, რომ გააკეთონ განცხადება ამგვარი დაახლოებით შინაარსის, რომ ვინც ეხმარება ირანს, რომელიც თავის მხრივ ხოცავს მშვიდობიან მოქალაქეებს, ვინც ეხმარება ის ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორი უბრალოდ არ იქნება. ეხლა ერთი უცნაური კითხვა. ხომ არ ფიქრობთ, რომ რამდენიმე თვის წინ თუ ერთი წლის წინ დაახლოებით გამოგზავნილი წერილი მარკო რუბიოსი შეერთებული არასრული ერთი წლის წინ გამოგზავნილი წერილი მარკო რუბიოსი, რომელშიც მარკო რუბიო წერდა რაღაცას და ადრესატი კი იყო ბიზინა ივანიშვილი და ეს წერილი იცით თქვენ რომ ბიზინა ივანიშვილმა ეს კონვერტი არც მიიღო, მათ შორის ამგვარ საკითხებსაც შეეხებოდა, ანუ ბიზინა ივანიშვილს ეუბნებოდნენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რეგიონის მასშტაბით გააქტიურდება და საქართველო უნდა იყოს ადეკვატური, სუვერენული და ადეკვატური და შეერთებული შტატები რასაკვირველია ითხოვს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებისაგან, რომ სუსტად შეაფასოს გლობალური ან გეოპოლიტიკური ვითარება შექმნილი ამ რეგიონში და არ ითამაშოს ის თამაში, რომელსაც მას, ანუ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას ჰკარნახობენ რუსეთიდან. ბიზინა ივანიშვილმა არ ვიცი რა მიზეზით, უბრალოდ გასაგებია რა მიზეზებითაც საჯაროდაც ილაპარაკა ამ თემაზე, რაღაც თავისი ვერსია შემოგთავაზა და ასე შემდეგ. ეს წერილი არც მიიღო, გადაამისამართა წერილის მიმტანი ელჩი დე-ფაქტო პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. ის არის პასუხისმგებელი და იმას ელაპარაკეთ, რომ ცხადია შეერთებული შტატების ელჩს არც მიუტანია კობახიძემდე ის კონვერტი, რომელშიც ეწერა, რომელშიც იყო ჩადებული მარკო რუბიოს წერილი, ადრესატი ამ წერილისა იყო, აქ გითხარით ბიზინა ივანიშვილი, იმიტომ რომ ირაკლი კობახიძე არც არაფერია ის როგორც თავად უყვარდა ხოლმე თქმა, მას აქვს ჩალის ფასი და როდესაც მარკო რუბიო წერს წერილს და იწერებდა წერილია წერილის თავში, რომ თუ მისტერ ბიზინა ივანიშვილი, ხო? ანუ ბიზინა ივანიშვილია ადრესატი, უნებრივია რომ ვინმე ჩალის ფასიანს ვოლსკის, თუ ვინმე ჩალის ფასიან კობახიძეს ამ წერილის გახსნის არანაირი, ამ კონვერტის გახსნის არანაირი უფლება არ აქვს. სხვა ბევრი რამ საინტერესო ეწერა კიდევ იმ წერილში, მაგრამ აქ გითხარით, რომ ბიზინა ივანიშვილმა მორიგ ჯერზე გაალახა წითელი და არღვია წითელი ხაზი, მოარღვია წითელი ხაზი, მათ შორის ამ წერილის პირველ ყოვლისა ამ წერილის არ მიღებითაც, ამ კონვერტის არ გახსნითაც და ამერიკის შეერთებულ შტატებს საბოლოოდ ჩამოაყალიბებინა ხედვა მასთან დაკავშირებით და ხედვა ამერიკის შეერთებული შტატები როცა აყალიბებს რამ ხედვას და მე უკვე ფაქტებითაც ვყარდება ეს ისეული წარმოდგენები თუ ხედვები ფაქტებითაც ვყარდება და აგე ეს არის მადასტურებელი რომ ფაქტებით ვყარდება რაღაცეები ეს ამერიკის შეერთებულ შტატებს უბიძგებს რომ მკვეთრი ნაბიჯები გადადგას ამ შემთხვევაში ბიზინა ივანიშვილის და ვინ არის ბიზინა ივანიშვილი გლობალურ რეგიონულ და გლობალურ მოთამაშეებთან მიმართებაში შედარებით მით უფრო მკვეთრი ნაბიჯები გადადგას მასთან მიმართებაში არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობ იმას რომ ჩიტი ბიორის ფირითი აფრინდება და სადმე დაფრინდება კი არა სადმე გამოუშვებს რაკეტას და დაბომბავს რომელიმე ობიექტს საქართველოში არ გულისხმობ ამას ხაზგასმით ვამბობ მამუკამდინარაძე მაიორს რომ ემან ნერვები არ მოეშალოს ჩემი ამ სიტყვის გამო მაგრამ გადაწყვეტილების სხვადასხვა გვარი არსებობს მათ წინააღმდეგ ვინც რუსეთისა და ბოროტების ღერძების მომხრეა მათ გუნდში ირანისა და რუსეთის გუნდში რუსეთისა და ჩინეთის გუნდში თამაშობს ამის თქმა კი მინდა და მით უფრო როდესაც ამგვარი გადაწყვეტილები დაჩქარდება, როდესაც შეერთებულ შტატებში კიდევ უფრო სერიოზულად ეცოდინებათ ამბავი იმის თაობაზე, რომ 2024 წლის ნოემბრის მიწურულსა და დეკემბრის დასაწყისში ბიზინა ივანიშვილმა ჩვენში რომ დარჩეს, ან გამორიცხული არ არის, რომ გამოიყენა ქიმიური იარაღი. არა გამოუყენებიაო, იტყვის ბევრი ქართული ოცნების ბევრი მომხრე, პროპაგანდისტი, აგე გამოძიება დადო მაიორმა მდინარაძემ ეს გამოძიება გასაკვირველია დადო ბიზინა ივანიშვილს შეუძლია მიუტანოს ბიზინა ივანიშვილს შეუძლია გამოიყენოს თუ მოიხმაროს ეს
გამოძიებად წოდებული, ანუ ქაღალდი, ფარატინა ქაღალდი, რაც უნდათ ის უქნიათ. ეჭვიც კი თუ არსებობს იმის თაობაზე, რომ ქიმიური იარაღი იყო გამოყენებული და ეჭვის თუ არსებობს იმის თაობაზე, რომ ფაქტები მიჩქმალა და გადამალა საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებამ, ეს ნიშნავს, რომ ვერდიქტი საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლების მიმართ უკვე გამოტანილია, უბრალოდ დროის ამბავია. მეთქი ოღონდ ჩვენც რო ადეკვატურები უნდა ვიყოთ ამაზე, თქვენის ნებართვით ორ სიტყვას აღარც ვიტყვი, იგულისხმება, რომ მეტნი და მეტნი უნდა ვიყოთ რუსთაველის გამზირზე და ერთად უნდა შევეგებოთ მომავალ გარდაუვალ გამარჯვებას 90% უხეშად, ცხადია. ჩვენი გასაკეთებელია და ჩვენ საქმეს გავაკეთებთ, რაოდენ უცნაურის არ უნდა იყოს ქართული ოცნების ცალკეული მესვეურებისათვის, რომლებიც ფრიად ბრაზობენ, როცა ამას პირში მიახლი ხოლმე და კიდევ ერთხელ დავსვა კითხვას, რატომ დაუთმეთ საჰაერო სივრცე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს, რომლებიც როგორც ჩანს პირველად ხო არ გააკეთეთ ეს, რომლებიც როგორც ჩანს ინტენსიურად დაფრინავენ ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. ვისი პარტნიორები ხართ? ხართ თუ არა გლობალური ომის პარტიის განშტოება საქართველოში, ანუ წანაზარდი და რეალურად ხართ.